10 წლის სარა საუთხუციშვილი ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია. 11 წლამდე ასაკის გოგონათა შორის სარამ დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი. ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. რაგზა გაიარა სარამ ამ წარმატებამდე თავად მოგუყვება. Sara გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. გილოცავ ასეთ დიდ წარმატებას და ყველა მიზნისთვის, რაც გულით გწადია, მალე მიგეღწიოს. Sara, გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები და მოგვიყევი, როგორ ემზადებოდი იმისათვის, რომ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გამხდარიყავი. ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამჭრა. ისეთ კარგი იყო, როდესაც ავამღერე საქართველოს ჰიმნი, ძალიან გამიხარდა. ისეთ მოვლენილი იყო, რომ დავხვდნენ ჩემი კლასელები აეროპორტში, ძალიან გამიხარდა. მე მჯეროდა რომ გავხდებოდი, იმიტომ რომ მე ბევრი შრომაჩვედი ამ ყველაფერში და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გავხდარიყავი ევროპის ჩემპიონი. მოგვიყევი ტურნირის შესახება ძლიერი მოწინააღმდეგეები ყავდა? იყო სასკოლო ჩემპიონატი, რიცხვებს შორის, მე გამოდიოდი 11 წლამდე გოგონათა შორის, ჩემს და ერთი ტიტული უფროს ასაკში. ძალიან რთული კონკურენცია იყო. ძალიან კარგი შემადგენლობა იყო. დიდი ბრძოლით მომიწია მე პირველზე გასვლა. Sara, რას ურჩევ შენს თანატოლებს, რომლებიც მისდევენ სპორტის ამ სახეობას? რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჭადრაკში მიაღწიო წარმატებას? მე ყველას მოჭადრაკეს დამწყებსაც და იოსტაცაც ურჩევ, რომ იშრომოს ბევრი, იშრომოს და არასოდეს არ დანერდეს და არც მარცხის არ შეეშინეს. Sara, მოგვიყევი რა გზა გაიარე, სანამ გახდებოდი ტურნირების და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული? ჭადრაკში რო დავიწყე მონაწილეობა, ეს ჩემი დის დამსახურებაა, რა თქმა უნდა მშობლების. შემიძლია ჩემი დრო მიიყვანეს, მეც მივიყვანეს ჭადრაკზე უბრალოდ. შემდეგ ყველა მასწავლებელი ამბობდა, რომ მქონდა ნიჭი, იმიტომ რომ დამწყები ვიყავი და ანუ ისე ვაკეთებდი ხლებს, ისეთ გეგმებს ვაკეთებდი, რომ დიდ სტატივით თამაშობდი. მოკლედ, ძალიან კარგად თამაშობდი, ხო? სამომსწავლებლად ვარ, რომ ნიჭი მქონდა. მაგის გამო დავიწყე პროფესიონალურად ჭადრაკის თამაში. მე შემდეგ ბევრი შემოგავიარე და მაგამდე ბევრი ჩემპიონატები მოვიგე. შემდეგ უფრო დიდი მიზნები დავისახე და მოვახცე. Sara, რა სამომავლო გეგმები და სურვილი გაქვს? თვის ბოლოს არის მსოფლიო თასი, რომელიც ტარდება ბათუმში. მე დავისვენებ, ძალებს აღვიძნი, შემდეგ კი უკვე მოვემზადები მისთვის. ის ტარდება ბათუმში. ჩემი სამომავლო გეგმები არის უკვე მსოფლიო ჩემპიონობა, მსოფლიო თასის ჩემპიონობა და რა თქმა უნდა ჭადრაკის თამაშის ხარისხი. გამარჯვებების შემდეგ სტიმული მეძლევა და რა თქმა უნდა ყველა გამარჯვება ძალიან მქონია. დიდი მადლობა რომ მიიღე ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებ მომავალ ჩემპიონატზეც.